მოგესალმებით წინააღმდეგობის პლატფორმის დღევანდელი შეხვედრის შედეგებს მოგახსენებთ. პირველი ჩვენი თემა არის ცხადია დღეს ის, რომ ამ გაუთავებელ რეპრესიებს და რეპრესიულ რეჟიმის სხვადასხვა ქმედებებს მოყვა ახლა უკვე პოლიტიკური პირდაპირი დევნა. დღეს ბადრი ჯაფარიძე არის პროკურატურასთან და ელოდება ბრალის დადებას. ეს არის კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისი, რომ რეჟიმი ცდილობს, რომ რეპრესიებით შეგვაშინოს, დაგვაშინოს ყველანი დაწყებული პროტესტის ხალხისგან გაგრძელებული პოლიტიკურ სპექტრს. მაგრამ ეს ყველაფერი როგორც ჩანს და ყველა როგორც ვხედავთ, არ მოქმედებს, გრძელდება პროტესტი, გრძელდება პოლიტიკური მზადყოფნა, რომ ჩვენ დავამარცხოთ ეს რეჟიმი. ძალიან საინტერესო არის ამ დროს, რას აკეთებს რეჟიმი, თუნდაც საარჩევნო კუთხით, CSKO-ში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ ჯერთი აღიარება არის იმისი, თუ რა ფორმით მიდიოდა ერთ-ერთი ფორმა ყოველ შემთხვევაში გაყალბების, რომელიც იყო ის, რომ არ თხოვდნენ ადამიანებს პირადობის დამტკიცებას და დასტურებას და დღეს უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ლეგალიზება ამ გაყალბების ფორმის, ანუ კარუსელების ლეგალიზება. ეს მაჩვენებელი არის იმისი, რომ ძალიან ნერვიულობენ ერთის მხრივ და ემზადებიან არჩევნებისთვის, ვისაც აქვს ეჭვი, რომ იძულებული გახდებიან რაღაც მომენტში, რომ დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, ჟობს უყუროს იმას, თუ რას აკეთებენ, თუ რამდენად ემზადებიან, ესე იგი, იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშნა და ამისთვის ყველა კუთხით, ეს არის მაქსიმალურად ყველაფრის დაზღვევა, მაგრამ ესეც არ გამოუვათ, მაგრამ ეს მისი ნიშანი არის ჩვენთვის, წინააღმდეგობის პლატფორმისთვის, რომ რასაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენს უნდა მზად ვიყოთ და მზადყოფნა ნიშნავს პირველ რიგში ის, რომ დამკვირვებლების ჯარი იყოს მომზადებული და დღესვე დავიწყოთ ამის მზადება, ეს არის სწორი გზა და ჩვენ ყველანი ერთად ამაში უნდა ვემზადებოდეთ. სხვა საკითხი კიდევ გვაქვს, რომელიც ეხება ყველას ეხება. ეს არის რძის სკანდალი, რომელიც არის მაჩვენებელი ბევრი რამის, ერთის მხრივ იმისი, რომ აი ეს ოლიგარქიული რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი არის იმისკენ მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტად ეს პატარა თუ დიდი ოლიგარქები გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე. არაფერს არ უკვირდებიან და არაფერ ხებთ მათ და რატომ გვინდა ჩვენ ევროპა? სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ადამიანი, მოქალაქე იყოს დაცული. არა მხოლოდ რაღაც რეგლამენტაციებით, რომელზედაც ხელი მოწერილი აქვს ქართულ ოცნებას ასოცირების ფარგლებში, ხელი ის მოწერა არ ყოფნის. მერე ეს უნდა შეასრულო. უნდა არსებობდეს ნამდვილი, დამოუკიდებელი სურსათისმმნელობის სააგენტო, რომელიც არ აგვაქვს. ეს სააგენტო არის როგორც ყველა სააგენტოები და ყველა ინსტიტუტები მათზე დამოკიდებული და არანაირად არ ასრულებს თავის ფუნქციას. სასამართლო, რომელშიც შეიტანა თურმე პაპაშვილმა თავისი რაღაცა მტკიცებულებები არ არსებობს. ესე იგი ადამიანი არაფრისგან არ არის დაცული და ეს აღმოჩნდა დღეს ძალიან ნათლად ამ სკანდალით, მაგრამ რამდენი სხვა ამავე დროს არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, იმიტომ ჩვენი პროდუქტი არანაირად არ არის დაცული. და კიდევ ერთი ამ საქმიდან გამომდინარე არის ძალიან სამწუხარო შედეგი, რომ აქ ამითი მიდის ჩაძირვა ერთ-ერთი ჩვენი პროდუქციის თუ რომელიმე პროდუქცია არის, რომელიც არის სრულიად ქართული და არა იმპორტზე დამოკიდებული, ეს სწორედ არის რძე და რძის ნაწარმის პროდუქცია.
ამიტომ ძალიან მავნებლური სქემები არის აქ და ეს ყველაფერი თაღლითობის შედეგად და იმისთვის რომ ვიღაცეები კიდევ უფრო გამდიდრდნენ და ხალხის ხარჯზე მოხდეს ესა. საგარეო საკითხებს თუ მივუბრუნდებით, აქ არის ერთი ძალიან საინტერესო სიახლე ქართულ ოცნების განცხადებებში, რომ ეხლა დაიწყეს თუნდაც ამერიკაზე თავიანთი ისრების გაგზავნა ტრამზე პირადად ეს მის ნიშანი არის, რომ ის დალაგება, რომელსაც ელოდებოდნენ, ვერ დალაგდა, იმიტომ რომ ამისი უნარი და კომპეტენცია ნამდვილად არ გააჩნიათ და რომ ვერ დალაგდა ამერიკასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერც ერთ პარტნიორთან ვერ აგვაქვს დალაგებული საქმე, უფრო და უფრო იზოლაციაში ვართ, მარტო ვრჩებით, დაუცვლელი ვრჩებით. იძულებული არიან რომ იმართონ ჩინეთს, ხან ცენტრალური ბანკი და ხან ანაკლიაზე რა ხდება ისიც არ ვიცით, მაგრამ ის ვიცით და ის ჩანს, რომ ქვეყანა არის სრულიად დაუცველი, იმიტომ ქვეყანა, რომელსაც თავისი ბუნებრივი პარტნიორები და თავისი მეგობრები, რომელიც 30 წელია მას ეხმარებოდნენ ყველა კუთხით და ყველა მიმართულებით, რომელცა ისინი აღარ არიან არც პარტნიორები და არც მეგობრები, იმიტომ რომ ზურგი შეაქცია ქართულ ოცნებამ, ეს ტოვებს ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ძალიან მარტო და ძალიან დაუცვლელი. და ბოლოს არ შეიძლება არ შევეხმიანოთ ჩვენ პლატფორმის კუთხიდან საზმაუსში მომხდარ კიდევ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც ფაქტი არის არჩევნები არ არის და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ეს მდგომარეობა საზმაუსის, რაც გვაქვს დღეს, სრულიად დამოკიდებული და დამონებული საზმაუსი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ პარტიას და იმ პარტიაში რამოდენიმე ადამიანს, ეს არ შეიძლება გაგრძელდეს და როგორც კი არჩევნები ჩატარდება და მოვა ახალი ხელისუფლება, პირველ რიგში, რაც არის გასაკეთებელი, არის ის, რომ ხალხს დაუბრუნდეს საზმაუსი. იმიტომ რომ საზმაუსი სწორედ უნდა იყოს ის საინფორმაციო არხი, ის ნეიტრალური დამოუკიდებელი არხი, რომელიც ადამიანებს და მოქალაქეებს დაიცავს ინფორმაციას მიცემს თუნდაც დღევანდელ სკანდალზე, ზუსტ ინფორმაციას, რომ ადამიანებმა იცოდნენ თუ რა დონეზე არ არიან დაცულნი, თუ რა დონეზე რეალური საფრთხე არსებობს, არც პანიკაში არ უნდა ჩააგდო ადამიანები და არც დაუმალო ის, რაც არის რეალობა. და ეს არის როლი საზმაუსის, რომელსაც დღეს ნამდვილად არც ერთი მხრიდან ის არ ასრულებს. და ამ სიტუაციის წინაშე, რომელიც გვიჩვენებს ყოველდღიურად თუ რამდენად დაბნეული არის ქართული ოცნება, ვიღაცას ცვლის, ვიღაცას ნიშნავს, აქ ნიშნავს ვიღაც დასანქცირებულ პოლიციელს ბათუმში, რაღაც რეგიონალურ სამინისტროს ქმნის, ინფრასტრუქტურას გარეთ ტოვებს. ანუ ეს ყველაფერი არის დაბნეული ქმედებები, რომელიც გვიჩვენებს მათ ნერვიულობას, მათ მოუმზადებლობას და ჩვენ მხრივ კი არის სიმშვიდე, თანმიმდევრობა და გამძლეობა. მადლობა.